ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად მთიან ყარაბაღში სროლის ხმა კვლავ ისმის. მხარეები რეჟიმის დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ, ისევე როგორც თავდაპირველად 1988 წელს კონფლიქტის დაწყებაში. რამდენიმე წუთში სტუდიაში რატი ხვისტანის შემოგვიერთდება, გავიგებთ რა ვითარებაა ახლა მთიან ყარაბაღში და როგორ იკვეთება რეგიონში მეზობელი სახელმწიფოების ინტერესები. მანამდე კი გავიხსენოთ საერთოდ როგორ დაიწყო და განვითარდა საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე პირველი შიდა კონფლიქტი. მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე დავას აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორის ისტორიული და კულტურული ფესვები აქვს. ეს არის კონფლიქტი, სადაც ყველა ფერზე ორი რადიკალურად განსხვავებული ვერსია არსებობს: აზერბაიჯანული და სომხური. დაპირისპირების დაწყებაზეც, გაღვივებაზეც და რა თქმა უნდა ისტორიაზეც. ორივე მხარე ამ ტერიტორიას სამშობლოს ძირძველ ნაწილად მიიჩნევს. მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის ისტორია, რომელსაც დღემდე ეთნიკურად სომეხი სეპარატისტები მართავენ, გასული საუკუნის ბოლოდან იწყება, როდესაც საბჭოთა მმართველობის 70 წლიანი მოჩვენებითი მშვიდობის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ორ მეზობელს საბჭოთა მმართველობის დროს კიდევ უფრო გაღვივებული სიძულვილი და მტრობა ამოძრავებთ. 1988 წლის 20 თებერვალს მთიანი ყარაბაღის ავტონომიური რესპუბლიკის საოლქო საბჭომ მოსახლეობის გამოკითხვის შემდეგ საბჭოთა კავშირის, აზერბაიჯანისა და სომხეთის უმაღლეს საბჭოებს თხოვნით მიმართა მთიანი ყარაბაღისთვის აზერბაიჯანიდან გამოსვლის და სომხეთის შემადგენლობაში შესვლის უფლება მიეცათ. იმ დროის მონაცემებით სომხეთთან საზღვრის არ მქონე ოლქის მოსახლეობის თითქმის 80% ეთნიკური სომეხი იყო. სეპარატისტთა მოწოდებიდან მეორე დღეს ერევანში მთიანი ყარაბაღის მხარდასაჭერი მიტინგი დაიწყო. ქუჩებში მილიონამდე ადამიანი გამოვიდა. 22 თებერვალს კი სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის პირველი შეტაკებები დაიწყო. ჯერ კიდევ ფართომასშტაბიანი კონფლიქტის დაწყებამდე 30-მდე ადამიანი დაიღუპა. საბჭოთა ხელმძღვანელობამ ორივე რესპუბლიკაში ცეკას პირველი მდივნები შეცვალა. სომხეთის უმაღლესი საბჭო კი ყარაბაღის ავტონომიის შუამდგომლობას დათანხმდა, რაც აზერბაიჯანისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ამის შემდეგ ჯოხები და ქვები ტყვიან ფრქვევებმა და ტანკებმა მალევე შეცვალა. ათწლეულების განმავლობაში მიძინებული კონფლიქტი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე პირველ ლოკალურ ომში გადაიზარდა. იმაზე თუ როგორ მოხდა მძიმე შეიარაღება რუსული ბაზებიდან დაპირისპირებული მხარეების ხელში, რამდენიმე ვერსია არსებობს. სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ საბჭოთა იარაღი სომხებმა და აზერბაიჯანელებმა რუსული ბაზებიდან მიიტაცეს. ნაწილი მიიჩნევს, რომ იყიდეს. ნაწილი კი დარწმუნებულია, რომ საბჭოთა მმართველობამ იარაღი დაპირისპირებულ მხარეებს თავად გადასცა კონფლიქტის გასაღვევებლად. ცეცხლი ეუთოს ეგიდით გამართულ მოლაპარაკებებზე მიღწეული მინსკის შეთანხმების შემდეგ 1994 წელს შეწყდა. ამ დროისთვის მთიან ყარაბაღზე კონტროლი სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა დაამყარეს და მთიანი ყარაბაღი დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოაცხადეს. თუმცა სეპარატისტთა დამოუკიდებლობას დღემდე არც ერთი სახელმწიფო არ ცნობს, მათ შორის არც სომხეთი. აზერბაიჯანში დღემდე ემხრობიან მოსაზრებას, რომ ომი არა სომხებთან, არამედ რუსებთან წააგეს. თავის მხრივ სომხეთშიც აქტიურად აპროტესტებენ იმას, რომ დღეს აზერბაიჯანისთვის იარაღის ნომერ პირველი მიმწოდებელი სწორედ სომხეთის ტრადიციული სამხედრო პარტნიორი რუსეთია. 1994 წლის შეთანხმების შემდეგ მთიანი ყარაბაღის პრობლემას გაყინულ კონფლიქტად მოიხსენიებდნენ. თუმცა ბოლო 20 წლის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება პერმანენტულად ირღვეოდა. მეზობელი სახელმწიფოების მტრობამ უკვე 30,000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მილიონზე მეტი კი იძულებით გადაადგილებული პირი გახდა.